ეროვნული ნაკრები ბრუნდება. 2026 წლის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თბილისში ისრაელს უმასპინძლებს. ამხანაგური მატჩი 21 საათზე დაიწყება. შეხვედრა გამორჩეული იქნება ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც ოფიციალურად წარადგინეს ნაკრების კაპიტნად. გუნდის ლიდერმა ახალ რანგში პირველი პრესკონფერენციას ჩაატარა და თქვა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია. მინდა მაგალითი ვიყო და გავაგზელო ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გზა, თქვა კვარაცხელიამ. არასწორი დიაგნოზი, რომელიც კილიან მბაპეს კინაღამ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების ფასად დაუჭდა. რეალის სამედიცინო შტაბმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და კილიან მბაპეს არასწორი დიაგნოზი დაუსვა. ფრანგული ტელეკომპანიის ცნობით ფეხბურთელს ფეხი აწუხებდა. მას ექიმებმა მარჯვენა მუხლი შეუმოწმეს და უთხრეს, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ეს კი მაშინ, როცა ფეხბურთელს დაზიანება მარცხენა მუხლზე ხდებოდა. არასწორი დიაგნოზისა და ტკივილის მიუხედავად მბაპემ რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატარა. ბარსელონას საკალათბურთო კლუბმა ევროლიგაზე მე-19 თამაშში გაიმარჯვა. თორნიკე შენგელია კი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ქართველის კლუბმა თურქული ეფესი 78-71 დაამარცხა. ქართველმა კი 14 ქულა 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. NBA-ში ზედმე-6 თამაში წააგო გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკმა. ქართველი კალათბურთელი მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა, სანაცვლოდ კი 4 ქულა 2 მოხსნა 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. MMA-ის ქართველი მებრძოლი რუსლან ბოლქვაძე ელიტარული კომბატ ორგანიზაციის One Championship-ის მებრძოლი გახდა. ქართულმა ორგანიზაციასთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. მან კარიერის განმავლობაში 12 პროფესიონალურ ბრძოლაში გაიმარჯვა, 4-ში კი დამარცხდა.